გამარჯობა. შენ უკვე ძმაკაც და დღეს ვართ BMW Experience. ესე იგი, შაშან ვიყავი ამ ივენტზე და ძალიან გული დამწყდა რომ არ გადავიღე და წელსაც რადგან მოგვეცა საშუალება, ეს გამოცდილება რასაც დღეს გავივლით, მინდა რომ ყველამ ერთად გავიაროთ და ყველამ ერთად რაღაცა დონეზე მაინც ვიგრძნოთ ის იაუნება, რაც დღეს გველოდება. მოკლედ, ეხა შატლი მოვაკითხავს, დავსხდებით და გადავგვიყვანს ტრეკისკენ და დანარჩენს მე უკვე იქიდან მოგიყვებით რა როგორ იქნება. წავედით. ალბათ სამართლია. მოი პატოგზე ხარ ვიკატავ. თუ ჯერ თუ გინდა ზევითავ პოდიალდეთ. არა, ჯერ მოვიკითხოთ და მე. სპეციალური ბავშვების გასართობი ზონა აქვს ფოწყობილი. სხვათა შორის ანუ ესე რა ქვია, რომ ცოდნოდა რომ ბავშვებისთვის სივრცე იყო, ბავშვსაც ამოვიყვანდი, რომელსაც დილით ვთხოვა, მამი წამიყვანეო და აქედან ბოდიში. როგორც მოგიყარე, რატომაც არ მეყარა რომ საბავშვო ზონა იქნებოდა სპეციალურად გამზადებული. იქით ბავშვები ზიან თამაშობენ, რეისინგ სიმულატორები აქვს. ესე იგი, ზოგადად რას აღნიშნავს ეს ივენტი? საკაიფო ქარია ერთსაც, როგორც რუსთავ შეეფერება, ჩაივლის ქარი, იმედი გვაქვს. ანუ შინ შედივარ დინამიკი გვიშლის, გადად გამოდივართ ქარია და ესე იგი ზოგადად რას წარმოადგენს ეს ივენტი. პირველ რიგში ვიტყვი რომ ეს არც რეკლამა, არც რაღაც შეკვეთილი და არაფერი, უბრალოდ შოურუმი დავკვათხეს როგორც შაშან და მე მინდოდა რომ გადამიღო ეს ყველაფერი და გამეზიარებინო თქვენთვისაც. ესე იგი, წელიწადში ერთხელ BMW არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით აწყობს ხოლმე ესეთ ივენტს, როგორც რასაც ქვია BMW Experience, BMW-ს გამოცდილება და სხვადასხვა ავტომობილებით, ანუ როგორც პადოგზე, სლალომში და ასე შემდეგ და ასევე ტრეკზე გაძლევს სხვადასხვა BMW-ს მოდელების დატესტვის, ანუ რეალურ პირობებში დატესტვის საშუალებას. ჩემი აზრით ძალიან კაი მიდგომაა ზოგადად მომხმარებლის მიმართ და მომხმარებლის მოსაზიდად და პლუს მომხმარებელს როცა ბრენდი ისედაც მოხსნას აუცილებლად ესეთ ივენტზე უნდა წამოხვიდე როცა საშუალება არის. ესე იგი დღეს ჩავეწერეთ ტრეკზეც, ანუ ტრეკზეს ვივლით, აუცილებლად ამ ავტომობილებითაც გავივლით და შეგინდა გაგაცნოთ უკვე ჩემ შთაბეჭდილებებს, როგორი შთაბეჭდილებები მექნება თუნდაც ტრეკზე, M5 თვილი ტრეკზე და აქ წარმოდგენილი ავტომობილებით, რომლებსაც აქედან რასაც უყურებ, არის X-ი, Mini Cooper-ი, კიდე X-ი და ის ბოლოში მე მგონი აუდია. აი, მანამდე შეგვიძლია გავერთოთ. წავერთი ორი ლუკვა გავძისგნოთ ბარემ. რაც მეო ჩემ ფულს ჭავს. ერთი ორი ლუკვა რაც ხარია რაღაცა როგორ არ დავჭავ BMW-ს. თენგო. ეხლა ვანახებ ამათ როგორ უნდა ჩემი ფულების ჭამა. აკ რა შეიძლება რომ გავსინჯო. არა მე რომ მეწვეოდეს ისეთი. არა. რამე ძალიან სუბუქი და ძალიან მარტივი მინდა. საკმაოდ კაი ალაფურშეტი აქვს მოწყობილი. ვერაფერს დაუწუნებ. მაგრამ ჩემთვის საინტერესო სამწუხაროდ არაფერი არ ჩანს. ძალიან სამწუხაროა. ვერაფერი ვერ ავარჩიე. დავცეცხლო და იქნება ყველაზე გემრიელი. აუ რა ცუდია, ჭამა რო არ შეგიძლია და ერთი ლუკვის პონტი რო გაქრო უნდა არჩიო, ის ერთი ლუკვა რა უნდა ჭამო. ო ანუ ნახე, მეორეც და აღარ მაქვს, რა ერთ არჩევანს რო გავაკეთებ, მერე всё. ხო და რა უნდა იყოს ეგ არჩევანი? სირიას კატალოგი. ვინა? მე მგონი ჯერ პროსტა კატალოგის სესია აქვს.
დიდი ხანია ლაიონავტო არ მიხსენებია და თუ პირობითად საქართველოში ვერ ყიდულობთ ესეთ ლამაზ BMW-ებს, როგორც დღეს ნახეთ, ან სხვა ნებისმიერ ავტომობილს, შეგიძლიათ მიმართოთ ლაიონავტოს და ამერიკიდან ჩამოიყვანოთ თქვენ სასურველ მანქანას, თქვენი სასურველი კომპლექტაციით, თქვენი სასურველი მდგომარეობით და რაც თავარია თქვენთვის სასურველ ფასში. ესე იგი ჩვენი ჩასulis დროც მოვიდა წესით და გატაობის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი BMW-ი უნდა ვიკატავოთ ახლა, მაგრამ იმედი მაქვს მეხი არ დამეცემა. ეს ერთ წარმოდგენილი გასაყიდი ავტომობილების ხაზი. სხვათა შორის X7 იქიდან გამომდინარე რომ ბენზოყი მანქანები მომწონს, X7-იც მომწონს. მიუხედავად იმისა რომ აი ეს გეხოცებია ეს გადაიღე რა. ანუ მე-7 სერიაში რაც მოკუკეს არ ეყოთ და ეხლა მაქსიმალურად დამახინჯებაზე გადავიდნენ. მართლა ვერ ხვდები რა, ანუ ახალი BMW-ს დიზაინს. დაჟე G-სერიის M3 და M4 რო გამოვიდა, G4, G82, მაშინ იყო კიდე რომ აი თვალი მიეჩვევა და რაღაცეები და ცოტა იმას კიდე მიეჩვია, მაგრამ აი იმ X7-ს როგორ უნდა მიეჩვიოს, თვალი მართლა ვერ ხვდები. ან ეს რა არის? ანუ აი მართლა რა არის ეს გაფიცები რა? ანუ ჩანაფიქრი რა ქონდათ? გეგმა რა იყო? ანუ არა როგორ გამოუშვოთ ყველაზე მახინჯი მანქანა? დაჟე ესეთებს ჩინელებიც არ უშვებენ შეჩემ. ბიჭო, სხვათა შორის ეს ეგრეთ ცუდად არ ხდება თვალში, ანუ კან ბიჭო ისე ცუდად არა. ისიც ჩინური. ის ჩინურია, მაგრამ ეს არ არის ეგეთი ჩინური რა. ანუ ეს ეგრე არ მეჩინურება რა. ხო ის ხო countryman-ია, მაგრამ ეს არის რა ქვია, ანუ ეგ countryman-ი ეგრე არ მეჩინურება, როგორც i6-3, როგორც ახალი მე-5 სერია CL-ა რო გაადინდეს ტიპებო. ანუ საბარგულის უკანა ნაწილს რო დააკვირდე, როგორც CL-ას მოზდის აი ესე დაწვენილი და უბრალოდ სტოპები, მუხრუჭის ფარები, მონგოლური ფორმის მაგიერ კვადრატული ფორმისა აქვს. მეტი არაფერი არ არის. ანუ წინიდან CL-ა, უკიდან CL-ა, კუზავზე ზარის დიზაინი კლიან CL-ა. და ეხა CL-ათი უნდა ვიკატავოთ. ნახოთ რა გავყო. ანუ F90-ის მერე ჩემი აზრით ძალიან ესეთი აი ძალიან კითხვის ნიშნის დამსმელი დიზაინია რა ძალიან. კაი ჩვენი შესვლის დროა თუ კიდე უნდა მოვიცადოთ. აი მოდი მოვბიჟავდეთ სადღამი დიხარ რაღა აზრი. ცოტა ადრე მოგვევიდა ჩამოსვლა რა. მე ზოგადად პუნქტუალურობაზე ისე ვარ რა, ანუ ძალიან მიყვარს თავის დროზე ყველგან მისვლა. შეძლებს და გვარა თუ რამე სასწაული არ მოხდა, ყოველთვის ვცდილობ რომ შედარებით ადრე მივიდე და დღეს შედარებით ადრე დაახლოებით 3 საათი გამომივიდე და მოგვეყინა ვაფშე ყველაფერი. მე კიდე ბოლოს მახსოვს ეგ. რა, სად? გერმანიაში სად ვიყავით ეგრე ადრე? გერმანიამდე ქუთაისში ადრე ჩავედით? 4 საათით ადრე ფრენამდე. ხო, ნუ ეხა შეიძლება აეროპორტში ცოტა ადრე მიხვიდე. ზოგადად აეროპორტში ცოტა ადრე უნდა მიხვიდე ადამიანი, რომ აი დროზე მოვასწრო ყველაფერი და აეროპორტში 4 საათით ადრე მივედით, მართალია. მაგრამ მოვასწრე თვითმფრინავმა არ გაგვასწრო. მაგალითად მე დუბაიდან გამასწრო. იმიტომ რომ ეს რა ქვია, პირველ საათზე მქონდა ფრენა და თურმე ღამის პირველზე მქონია და მე დღისით მეორე დღისით პირველ საათზე მივედი. ჯიგრებოთ ხო, მე დღეს უნდა გავფრინდეთ ხო და შენ თვითმფრინავით თბილისში ზისო, ეგრე მითხრეს და მომიწია მთელი დღის გატარება. ამიტომ ისე 4 საათი ადრე ჯობია, ვიდრე 12 საათით გვიან. ძალიან მარტივია. ნეტა ეს ჩვენ ბავშვობაში შესაძლებელია და ისე ისინია თუ შეცვალეს. ალბათ ისე. არ მგონია გაცვეთილი იყო და ალბათ ისე ისინი იქნებოდა. ხო, არ გაცვდებოდა და ისე ის იქნებოდა. დაჟე მეც მექნება ნახრიალები ამ საბურავებზე. 15 წლის წინ. არ მივლია აქ და იმ. ოღონდ. არა, გასრას მეუბნები ტრაკი მაქვს, რა ხახუნები? ძალიან კაი იყო. ძალიან. თუ ზედმეტი არ მოგივიდო და ჟოპამორდა არ გამოგივიდო და ძალიან კარგი იყო ხოლმე. ძირითადად არა, მე საერთოდ არ მიქნია ჟოპამორდა. აქ ჟოპამორდა კიდე არა უშვებს, აი კარგი. ხო, არა, კედელზე ვაფშე ბიზნესი. კედელზე ვაფშე საშინელება. ხო, მაგრამ არც აქ არ მიქნია, ანუ ძალიან ბევრჯერ მაგ გახუნებული და არც ერთხელ არ შემოუტრიალებია. ისე ნაზათუს მევდი ხოლმე. ვიცოდი როგორ უნდა გავესო, რომ სახით არ შემოვერარცხებინე. ისე ჩვენ ძალიან ვერ დავჯექით ტაიმინგში რა, აქ რო ჯერ ეს ქონოდა რამენაირად დროს გავიყვანდით. და ეხლა 1000 სულელეს არ ვილაპარაკ.
ვილაპარაკებდი მე. მაგრად სიყვარში, თანამშრომლებს შეხედე რა ჭირდება. შაშა სხვათა შორის ის იყო, ზაფხული იყო რა, შედარებით ცხელოდა, ისეთი პერიოდი იყო და ანუ ესეთი დისკომფორტი არავის არ ექნებოდა და ეხლა რუსთავში არის ალბათ გარეთ იქნება 1-15 გრადუსი და თენგიზი მოკლე კლავიანები დგას. არა, მაგრად სივა ქრისკარი იმედა. სადმე მოსაყუდებელი. წამო გენერატორის უკან დავიმალოთ. კაფე აქვს რა დაკეტილია ზოგადად. აქ მეორე სართულზე ძალიან კარგი კაფეა, რომელშიც ძირითადად თუ რუსთავში რამე ივეძე ჩამოდივარ, იქ ვზივართ ხოლმე და დღეს BMW-ს აქვს ნაკირევები, იმიტომ რომ აქ კაფეში აქვს მოწყობილი კეითერინგი და გამოვაქვთ საკვები ბაქედან და შესაბამისად შიგნით ვერ შეხვა ვერ დაждები და აი ძალაში და რბილში ატარებს და მე კიდე რა მიჭირს ეხა თენგო მაიკით დგას აქ. მე არ მჩივ. აი ჩემო ძმა. მე? უანგაროდ ქველმოქმედები. დავიღალე. მაგრად დავიღალეთ. ეხა ობოლი ბავშვი ვარ რა, კუთხეში. და ზურგითაც ვერ მეყუდები წესილად, იმიტომ რომ მე შიგა პრეზენტში არ გავძრე. პროსტა ვიდეოს გადაღება არ მქონდეს დაწყებული, შეძლოს რომ წავიდოდი რა. იმდენი ხანია აქ. ადრებოსლაც არის და ადრებოსლა. დღეს ძალიან მომივიდა. დღეს ძალიან მომივიდა აშკარად. 2 თვის ჩამოვედი და 6-8 აკლია მაშინ ვარ ჩაწერილები და პაჰოდო იგვიანებს. სიგ ჩავატარეთ, მაგრამ რას იცი. ბარემ საქმე ბოლომდე ვიყვანოთ რა, სხვა გზა არ არის. თუმცა მე მაგრად მეზარება. Battery providing power to the electric motor, which is a 197 horsepower motor, and then combined with the V8 engine, the twin power turbo BMW M engine, you have altogether 727 horsepower. This is not a joke. Therefore, we need to have one agreement that you keep the stability system of the car always on. Today I had one person which was driving with one hand. I see the watch all the time. This is cool to go to the city, but it's not cool if you drive on the racetrack. We need Actually, we wish to give it like this. Left, then right. Choose the mode you like. Up to you. My suggestion is make 2 corners on M1, fill the car, go M2, fill the car, go on M1. Yeah? If you want M2 or M1, it's up to you. We drive the ideal clean racing line. And this is exactly how you gain our trust. Because we don't know you, maybe you're super safe and super fast, but we don't know you. It's very simple. So therefore, the longer we see a racing line and a fixed distance, we go one step higher. One step higher, one step higher, and one step higher. Sooner or later, somebody will fall down behind, or slow down, or there will be a big distance. This for us means that this is too fast for this person. And since we respect each other, we will slow down as well. Yeah? So, speed actually depends on you. It's up to you. Don't try to show off and impress us. We are not very easy to impress us. Okay? So, do you have any questions? No? All good? Okay. 2x2 in the cars. Once we are ready, we go for driving. Yeah. If you press us, guy. არა, As ცხენი აქვს დაფეთქოს. ისოს კარო და. პრისოსკა არა აქვს. ბიჭო, მეტი დაბლა არ ჩადის ეს დედაძაღლი? ჯოაკეთ საკაიფოთი ვარ. აქ მაღლავზიო რაღაც. ორა კაი საჭი აქვს. საჭეგაი აქვს. არის კომფორტები არა. რა არის ეს ვერ გავიგე. წამო ჩვენი X-ით გამოვიდეთ. მართლა არაფერი არა აქვს. სკამი ვერ მოვიდგე. როშო ვერ დაგიდენ ბიჭო. ამე სადმე საიდან მეხუო რა ბიჭო სკამი. აჰა, ემი ჩავრთე. დეში ჩავაგდე. მე მზადა ვარ, წავედით. საათ ვარ წავედით.
ორი კაცი და გავდივართ ესე იგი. შაშან რო ვიარე XM-ით მიყვებოდი პირველ მანქანას და ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. უკან მოყვებოდა სხვათა შორის X6, ამათივე BMW-ს თანამშრომელი იყო. კარგად მოდიოდა და ეგეც ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო და თან სულ სამი მანქანა ვიყავით. რეალურად მარტო მე მაკატავეს რა შაშანაც საკმაოდ გვიან მომიწია და ეხლა იმდენი ხალხი ვართ რომ რავი იმედია აბგონზე არავინ გავა. ზეჩი ბევრი ვართ. შენ არ გახვიდე. არა მე არ გავა შანსი არ არის. შენ ხო გითხრენ არა აბგონზე არ გახვიდეო. შესაბამისად მე არ გავა. ნახოთ როგორი გამოცდილება იქნება. სტანდარტულად თანამედროვე BMW-ს სალონია. We are ready. საჭე მოუწ. ბიჭო საჭე კარიერა კი. სვათ შორის ხო? საკმაოდ ისეთი. Okay, so M1, M2 clear. Yeah. Activate track mode. So go to track mode and then activate track mode. Okay, thank you. შაშანი იმით რა ქვია XM-ით. track mode-ის გარეშე ვიარეთ, არ ვიცი იმას აქვს თუ არა. და პლუს ამ ყველაფერს შენ გაგვიტიშა track mode-მა. და პლუს ამ ყველაფერს ის იყო რა ქვია. ესეც გაგვიტიშა display. და პლუს M1 ბოლოს ჩავრთე. და მოვიწვა და იმის გარეშე დავკატავდი ხო? დეთი ვიდეოდი გიჟივით, ეჩება უკან. და ხო რა ყაყალებდა. კი, მაგრამ მანქასთან TV არის. არ დავადგეთ. ცოტა სასროსა, მაგრამ აი მის უკანო ვიდიხარ ასწავლებს რა. ცოცხლად მიდის. იგავიდოდი აი აბგონზე ხა. უშვებ შეჩება რა გავაკეთო. ჩერდებიან, რომ ხედავს რომ ვერ მიყვებით, ანელებს ძალიან და უშვებ გაზდა მეტი რა ვქნა ახლა. თხელი გაზეთ მივკატაო. და სიჩქარე ანუ მანუალითაც არ დავდივარ, აზრი არა. არა კარგად გას, სამხედრო ძორის ყოლობაზე ძალიან კარგად გას. ხო, სროსაკი, ბიჭო, მძიმეა ძალიან რა. აი ძალიან მძიმეა.
ეგეთი მძიმე ვარ? პრიამეგზე მაგრამ მიდის. ემერტით ხარ? ხო. ემორსაზრია და პრიამეგზე შეხედე რას მიდის. სადაც ემორიას იწევს. ეს ზობრომალი დავიწევით. ბიჭო, რაღაც სხვა вообще სხვა მანქანა გაიჩიტა, რა სიძახი? რა სიძახი შეჩემა? რაღაცების მაიმუნობს ეხა. არა, ემორზე вообще სხვა მანქანაა, შეჩემა. წასვლოსა სხვათა შორის. ეხა ვიხოძე დავაჭირე. იქ ნახოთ აბა. ვიხოძე დავაჭირე და არ წასვლოსა. აი ხა გამოჩდება. არ გამოჩდება. არაფერიც არ გამოჩდება. Зараз росос. Айц росос. ფიზიკის კანონებს ვერ დაარღვევს ფიზიკურად ძიმია რა ქნას. აუ იმის უკან რატო არ დამაყენე დავითანჯე რა. ისის რო აღარ გველოდება წავიდა და წავიდა და აბგონზეც არ გახვიდეთოთ არ ვითხრეს. მეგონი ხა შევდივართ. არა კიდე. არა სად შევდივართ შეჩე. ვაფშე შეიძლება. კი, ვაფშე სხვა მანქანა. რაღაც უტორმოზე კაც. მე შეიძლება გასაბასო და გამოსვლა. სად წავიდა შეჭება დავეწევი საიდანაც გინდა. ორდრინგები ჩავერთ. წავიდეთ? დავეწიოთ? რა შვებითო ხო? ნახევარი გაზით მივიდა. და მოსახვევებამდე სანამ ესენი დატორმზევას რო იწყებენ მე გასუჩებ. ანუ აზრი არ აქვს. ვერ ვიკაიფეთ. აი ეს როსი! ბიჭო აი ძიმე არა არ შეუძლია რა აი განა ჯანი არა აქვს და ჯანი არ ჩქარდება ყველაფერს შვება პროსტა მე რო ვიყავი ხოლმე რა ჯანის მქონდა ყველაფერი მქონდა პროსტა ეს არა ქვია სანამ გავხდებოდი რომ რაღაცა ვერ მოძრაობდი აი ეგრეა ეს მანქანაც რა სამწუხაროდ ეხლა ნახოთ შენი წამო ეხლა რომ ის გაგიხარდება მე გადაგიღებ ეს ჩქარა წავიდა წავყვი არა ვერ წავა აი ეს საერთო ტურინგი როგორც შევიტყოდი ძალიან დაკატაობს ხო ყველა იქნება ეს შემდეგზე სხვა იყოს ხო შეიძლება არა მაინც ძალიან კარგი გამოცდილება და ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი ეხლა მე გადაგიღებ
ცოტა ოფლიანია. სუსი შენ გაიხარე ამ სიდელის დაყენებას. და ჯეკი შენ ზომაზე ეგრე? აუ, იმენა ჩემი ზომა რა. და ჯეკი მორგებულს ყავს. როგორი მანქანაა ეს? ესეთი მახინჯი ვარ იყოს. ყოველდღიურად სასიარულოდ არის ძალიან კარგი მანქანა რა. და ჩვენ დავდივართ თან მოჭიმული. არა, ხო. ანუ რას გულისხმობ, იცი, ხა ტრეკად ვერ, სატრეკაოთ ვერ არა, მაგრამ ესეთი მახინჯი რო არ იყოს, ყოველდღიურ სასიარულო მანქანად, აი თბილისი ბათუმი და ეგეთ გზებზე და ასე შემდეგ, არის გადიაბგონზე სადაც გინდა, არის სადაც გინდა. პროსტა აი ეს ბაგაჟნიკი არ შემიძლია, აი ეს არ შემიძლია და რა ვქნა, აი ეს რა. ხო, ტურინგი კიდე ტურინგი ძალიან მევასე. აი ტურინგი ძალიან მევასე. სედანი მე მგონია რომ F90-ს მე ეს არ უნდა გამოიშვას. ცდილობენ რომ ტურინგები წამოწიონ წინ. შეიძლება. იმიტომ რომ ამ ბოლო დროს უკეთეს მოდელებს აკეთებენ აშკარად სედანი. მე მგონია რომ ცდილობენ რომ აუდის კონკურენცია გაუწიონ მაგ კლასში. ეგეც არის. ხო, იმიტომ რომ ტურინგი აუდის არის პირდაპირ რა ეს აღიარებული ხო რა. და ცდილობენ რომ მან შეეკვეხონ. აი BMW-ში რა გასაღებია. ეგ არის BMW-ში ხო? მაგით იქოქება ვარ. მაგით იქოქება. სამწუხაროდ ისევ სადღაც ბოლოში ვართ. კი, ბოლოში. ხო, მართლა ბოლოში ვართ. სულ ჩვენს კანალზე აღარ არის. ბატონი თენგიზი მეუჭდა ემხოთის საჭეს თავის სისველი ხელებით და ატაროს. და გვანახოს როგორ დადის ემხოთი ტრეკზე. დავიდო ის გოშეჩე. ის გოგო მეგონი უკეთესი აღმოჩნდა. ბატონი თენგიზი იფყრობს ტრეკს. ჯერ ტრეკს ასეთი არაფერი უნდა გაუშვა რომ ჩავაფაროთ ეს ერა წავიდე. ჯერ ტრეკს ასეთი არაფერი უნახავს. ბატონი თენგო აპექსზე გავიდა. ვიხოდი პარებრიკი? ო ღმერთო ჩემო! რამდენი შეგძლებია თენგის? მაგის დედაც ჯეკ! მიადე ბამპერი, მიადე! არა, ეს სწორზე მაგრა გარბია რა. ხო. გიმბალი შოქშია, ვერ გაიგო თენგო ესე უცნაურად რატომ ჩქარდება? Oh my god! დაეჯახო თენგო. ეხა დააჭერენ თენგო. ვიხოდია თენგო. რაზრია შეჭება. რაზრია გაგეხსა სულ ყველა. კაი, ხო, კაი. უბეძილა. და გაუშვება. შეჭება ეს ბაზარში დავდივარ ხოლმე. აუ ის შეჭება ეს რა. Кто ты тварь? ემია რა. 40 ყოლა. არ გადაასწრო. შეჭება. კი, ზეაშებული მაქვს. კი, ეგრევე არისო. ისე აცივცივებენ ავტომობილები. ეგრეა 300 თვით. გაზაშვებული მოყვები. ეგრეა თეორზე ხა სანოში და ჩადგენ მოწყვიტონ და ცოტა გაუშვა. ძორი ედიშენი. აი, ბიჭო. ისაჩერებს, ისაჩერებს ისანელებს. არა შეხედა თქვენ არაფრის ღირსები და მაკნისები არ ხართო და დაგვტოვა. ემორზე ვარ სხვანაირად არის. არა კი ბიჭო. ვაფშე არ ვიცი რა აქვს დაყენებული რა მოუდიობთ, მაგრამ ვაფშე სხვა ძმა.
უსწყვი. ძალიან შეჭება ძალიან. წონა იმენა აი. იმენა სნოსის მამა. ვიხოძე რო ადგავ, აი ნახევარს მიდის და ნახევარს მისრიალებს. ჩოჩავს. კარგი. თავარია ისი ამონათ იქ. ბიჭო, ხო. მე სუფეხებზე ვიყავ. მოდუნდი და მიიღე სიამოვნება. აი ნუ დავეჯახებით. მან თორმოზიათ. ისიც კაითხელი ტრაექტორიები დადის რა, ანუ რეალური ტრაექტორიით არ დადის არც ის რა. ის იმენა დადის დაკატაოს როცა თავისთვის. ჯოწავან კაი მანქანა მაინც. ხო, ანუ ნახე ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან კარგი ავტომობილი. თუმცა ტრეკისთვის ნამდვილად არ შეუქმნია ეს არავის. ანუ არავის არ ქონია აზრად, რომ ტრეკისთვის უნდა გამოეშვა ეს მანქანა. ჯორანაირად ვიწევი ეს. მიუხედავად იმისა, რომ ემია და ემი ზოგადად ტრეკ ორიენტედ ტიპია, ეს მანქანა არა. ემოში როგორი სხვანაირი. ხო, ამას ხედავ და მოკლედ, თორე გული ამერი. კი, მეც რა. თან კამერას რო უყურებ, თან გადაღებას რო ვსწავლობ, თან იქ რო იყურები და თან რო გაზავს, თან რო ჰაერობაში ენა მოუკვდი. რას ვიღებ თუ იცოდე? კი. მე მგონია რომ წინ არ ყავდეს. კი. მანქანა უკეთესად ვიყავს. კი, გეთახმები. მაგრამ გვერდზეშდობა ვაფშე არ ასწორებს. არა. საჭესთან კაია, იმენა გული მერევა ეხა. ხო. გვერდზე ტრეკზეშდომის დედა. ცოტა მეგონი გადახურდა, იმიტომ თავიდან ღირი არ იტყვეონებოდა. ხო, რაღაცა მაგრამ აპანჩურობს. კარგი მანქანა, ბოლიდი ნამდვილად არ არის რა, ტრეკისთვის ეს არავის შეუქმნია. არისთვისაც შექმნეს, იქ ალბათ გაასწორებს რა. ყოველდღიურ ცხოვრებაში მაგრად გაასწორებს. Okay, so you can push the B button, the parking. You can leave the cars running in order to have the engines to cool down. Cool down. Keep them running. And thank you for coming. მოკლედ სულ ეს იყო ჩვენი კატაობა. ესე ვიკატავეთ. სამწუხაროდ ისე ვერ მოხდით, რომ ცოტა სრული პოტენციალი გამოგვეცადა ამ მანქანის, მაგრამ ესეც კაი იყო რა. ანუ მიხვედრი მიხვდება. ხო რა, მიხვდება. მძორია, როგორც ველოდით. სული არის. თორმოზი და საბურავის ერთად. ხო. მძორი არის, მაგრამ ეს არის რა, ანუ სასიამოვნო მძორი, ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ამით რო დადიოდე, ძალიან ისიამოვნებ და არ მგონია რომ M5-ების უმეტესობას ვინც ყიდულობს ტრეკზე, შეიძლება წელიწადში ერთხელ ჩამოიკატავს და აი მაგ ერთის ჩამოკატავებისთვის ნამდვილად საკმარისია. მეტი თუ მკითხავთ, ამ მანქანას არც მოეთხოვება და არც ჭირდება. ვიყიდიდი? ალბათ უფრო კი ვიდრე არა. ანუ ეხლა რომ ახალი სწრაფი სედანის ყიდვა მინდოდეს, ნამდვილად ჩემი არჩევანი იქნებოდა. თუმცა ეხლა ახალი სწრაფი სედანის ყიდვა არ მინდა, შესაბამისად დღეს არა ვარ მე ამის ყიდვაზე. არა, კაია. რაც კაია, ის აქვს რა, ტლანკი არის, მძორი არის, მაგრამ მიუხედავად მაგ ყველაფრისა, ჯანი მაინც აქვს და ისე დადის მაინც როგორც უნდა დადიოდეს, ნუ ტრეკის ავტომობილი ეს არ არის რა. რისიც არის იქ კარგად არის. აი, წამოიხო ნახოთ იმ ექსპერიენსზე, იმაზე რა ქვია, პადოქზე თუ კიდე მიგვიღებენ.
და თუ არ მიგვიღებენ, დავსხლებით ავტომობილებში წავალთ სახში და ეს ვიდეოც ამ ყველაფრით დასრულდება. მაგრამ ეს ვიდეო ეხლა აქ თუ დასრულდა, ესე იგი არ მიგვიღეს. თუ არ დასრულდა, ესე იგი კიდე რაღაცას ნახავთ საინტერესოს. და თუ მაინც აქ სრულდება, დროებით, თეგო, ერთად დროებით რო ამბობდა. აქედან დავდივარ და ყველგან დროებით. არ დაგავიწყდით, რომ ჩვენი არხის პარტნიორია პრემიუმ ლიზინგი, რომელიც გთავაზობთ სალიზინგო მომსახურებას და ასევე უკულიზინგსაც 1000-დან 100.000 ლარამდე. დანარჩენი ყველა დეტალისთვის შეგიძლიათ ამ საიტზე გადახვიდეთ, ნახოთ დამატებითი დეტალები და დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე თუ რაიმე კითხვა გექნებათ. არ არიან აშკარად. კი. არ არიან აშკარად. მოკლედ, ეს ვიდეო დღეს ესე დასრულდა. კიდე დროებით დაგწყობთ. ჩვენ გადამოუკიდებელი მიზეზების გამო ორივე გამოცდილებაზე სამწუხაროდ ვერ მოხვდით, იმიტომ რომ იქ არის ცოტა დეილი ან ყოველდღიური ავტომობილები, რომელიც საინტერესო იქნებოდა light მანევრში როგორ იქცევა მუხრუჭზე, პატარა სლალომზე, მაგრამ სამწუხაროდ დღეს არ გამოგვივიდა. ამიტომ ამ ვიდეოს აქ ვასრულებთ და რიგი რო დაცული ყოფილიყო და არ გაწერილიყო, დღეს ცოტა 1-10 წუთით დიდი ვიდეო გვექნებოდა. წავედით, ესე დასრულდა ჩვენი დღევანდელი BMW M Experience. დროებით.